კარგია სექსი ის ეს. აი ესეთ მესიჯებს ვიღებ ხოლმე. ადამიანი თვლის, ანუ ის მეორე ადამიანი, რომ აბსოლუტურად უცხო. ესე ბრახ მომწერს, რომ გიყვარს სექსი გევასება და მეც ავყვები ამ ლაპარაკში ესეთი წარმოსახვა აქვს და აქ როგორც ჩანს იგულისხმება, რომ ჩვენ თავისუფალი საზოგადოება ვართ, თავისუფალი ხალხი ვართ და აი ესეთი როგორ გითხრა სასაცილო და პრიმიტიული აღქმარი თავისუფლების. მეორე მხრივ, ცოტა ხნის წინ თარგმნიდი იან კერნერის არაჩვეულებრივ ვებინარს, სადაც მან ძალიან ღიად და პირდაპირ ისაუბრა სექსის უამრავ საკითხზე. მათ შორის, ვთქვათ, რა სირთულეები აქვთ ხოლმე დღეს წყვილებს სექსუალური კონტაქტის დროს, ამერიკაში, ვთქვათ, როგორი ტენდენციებია და ასე შემდეგ. ბევრი რამ თქვა. ძალიან სპეციფიურ დეტალებში შევიდა. ასევე საინტერესო კითხვებიც დაისვა, მაგალითად კითხეს ჩვენმა, ვთქვათ, ქართულმა აუდიტორიამ, რა არის ხოლმე, ვთქვათ, უფრო ხშირად სხვადასხვა სირთულეების მიზეზი ის ეს, მაგრამ ერთი საინტერესო ფრაზა თქვა, რომელიც მე მინდა რომ ამ ლაივში გავარჩიო. ფრაზა რაღაცა სტატისტიკური კვლევა ჩაუტარებიათ ამერიკაში და გამორკვეულა, რომ ის წყვილები, ვისაც სადღაც კვირაში ერთხელ აქვთ სექსუალური კავშირი, უფრო ხანგრძლივად და უფრო დიდხანს არიან ერთად და უფრო ამ მათ ერთად ყოფნას აღიქვამენ დადებითად. ანუ ურთიერთობას ხედავენ დადებით ჭრილში. ხო და დავფიქრდი რა, ძალიან საინტერესო იყო რაც თქვა. და ერთი რაღაც გამახსენდა, რომელიც ადრე ჩემო ერთმა ძალიან საინტერესო მასწავლებელმა მასწავლა და რაღაცნაირად აღვიქვი, რომ ეს ცოდნა რაც მაშინ გამიზიარა, დღეს მეტი სხვაგან აღარ შემხვედრია რა. ესე პირდაპირ ნათქვამი არ შემხვედრია. და ეხლა იან კერნერმა როცა ეს თქვა, დავფიქრდი, რომ ამ ფენომენზე ხო არ იყო საუბარი. და ეხლა რო აღწეროთ რაში არის საქმე. იან კერნერმა დააკონკრეტა, რომ დაახლოებით კვირაში ერთხელ ვისაც ჰქონდა სექსუალური კავშირი, ის წყვილები უფრო ხანგრძლივად და უფრო სასიამოვნოდ იყვნენ ერთადო. ესეთი სტატისტიკა არსებობს გამოკვლევიდან გამომდინარე. და ისინი, ვისაც უფრო ხშირად ჰქონდა კვირაში ერთხელზე ხშირად, ან ჰქონდა უფრო დიდი ხნის ინტერვალით, კვირაში ერთხელზე უფრო დიდი დრო გადიოდა სექსუალურ კავშირს შორის, აი აქ უფრო ხშირი იყო დაცილება, უკმაყოფილება ურთიერთობით და ასე შემდეგ და საინტერესო სტატისტიკაა ხო მართალია. ერთის მხრივ ის ტაბუ, რომელიც ადრე სექსს ჰქონდა დადებული, დღეს უბიძგებს ადამიანებს, რომ რაც მეტი მით უკეთესი, ანუ მეორე პოლუსში არიან გადასულები. და ასევე გეშტალტ თერაპიაში ცნობილია, რომ ახალი ტაბუ წარმოიქმნა, იმიტომ რომ ადამიანს საერთოდ ტაბუები, სირთულეები, თავდაცვები და ყველაფერი ემართება იქ, სადაც რაღაცა უნდა. იმიტომ რაღაცა რომ მინდა, ან რაღაცა რომ მჭირდება, ამის მიმართ ადამიანს ახასიათებს შფოთვა და შიში, იმიტომ რომ სარისკოა ეს. როცა ადამიანს რაღაცა უნდა, ან სჭირდება, რისკი არსებობს, რომ ვერ მიიღებს და უარყოფის დროს იგრძნობს ტკივილს და ამიტომაც თავს იცავს ხოლმე ფსიქიკა და 1000 რამეს იფიქრებს ადამიანი გაუცნობიერებლად იმისათვის, რომ არ იგრძნოს რა სურს. და აქედან მოდის საერთოდ ტაბუ და აკრძალვა და თავდაცვა და არა რაიმე კონკრეტული შინაარსიდან. და აქედან გამომდინარე, სექსი არის ერთ-ერთი ის, რაც ბიოლოგიურ ორგანიზმებს ძალიან უნდათ ხოლმე და ინსტინქტზე გადის, ხო, ერთ-ერთ ფუნდამენტურ გადარჩენის და გამრავლების ინსტინქტზე გადის და ამიტომაც ხშირად იჩენს თავს სექსუალურ კავშირში ტაბუები. აკრძალვა და თავდაცვის მექანიზმი, როგორც უკვე ვთქვი, იქ მოდის, სადაც დგება სურვილის რისკი და ხიფათი, იმიტომ რომ სურვილი შეიძლება ფრუსტრირდეს, ახასიათებს სურვილს ეს. განსაკუთრებით ჩვენს გარემოში, სადაც ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ სურვილები რაც შეიძლება მეტად დაფრუსტრირდეს, კიდევ უფრო მეტ ხიფათს გრძნობს ადამიანი, ხო? და აქედან გამომდინარე, ეხლა რა ხდება? რომ ეს ტაბუ, რომელიც როგორც იქნა გადაილახა თუ გადაიხარშა, იქ სექსუალური რევოლუცია მოხდა, იან კერნერმაც ილაპარაკა, რომ სამი ტიპის მიდგომა არსებობს სექსის მიმართ სოციუმში, არის, ვთქვათ, სოციუმი, რომელიც სექსს, ასე ვთქვათ, ძულს სექსის თემა და ტაბუს ადებს და კიცხავს და ასე შემდეგ, დევნის მოკლედ. არის სოციუმი და საზოგადოება, სადაც აქვთ ეგრეთ წოდებული პოზიტიური მიმართება სექსის მიმართ.
და ამ ასეთ სოციუმებში შეიძლება სექსზე ლაპარაკი და მისი გარჩევა და განხილვა თავისუფლად და არის ამრიდებლური საზოგადოებები, რომლებიც ძალიან ხშირია, სადაც არც ცუდს ამბობენ სექსზე და არც კარგს და უბრალოდ დუმან ამ თემაზე და არ ეხებიან. ეს იანკერნერმას კარგად აღწერა და ჩვენ ალბათ ადვილი დასაიდენტიფიცირებლები ვართ ჩვენ თვითონ ქვეყნის და სოციალური კულტურის მხრივ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით. ხო და ეხლა რისი თქმა მინდა ამ ყველაფრით, რომ ძველი ტაბუ იყო, რომ სექსი არ გქონდეს და ახალი ტაბუ, რომელიც არ ცნობიერდება დღეს, არის რომ არ გიყვარდეს. ანუ გქონდეს სექსი, ოღონდ ემოციები ნუ გექნება. ნახეთ, ისევ ფრუსტრაციის შიშია. იმიტომ რომ თუ ემოცია მაქვს, აი ამ შემთხვევაში შეიძლება რომ დავფრუსტრირდე, თორე ემოცია თუ არ მექნება და მექანიკურად მექნება რაღაც სექსუალური კავშირი, იქ ფრუსტრაცია ნაკლები იქნება, ხო, უარყოფის შემთხვევაში, ან არ გამოსვლის შემთხვევაში, შეუთავსებლობის შემთხვევაში და ასე შემდეგ. ანუ ადამიანებმა ახალი ტაბუ და ახალი დაცვის მექანიზმი ახლა მოიფიქრეს სიყვარულზე. იმიტომ რომ ზუსტად ეს ადრე განუყოფელი იყო, იცი? ადამიანი ვერც მოიფიქრებდა ალბათ ძველ დროში, რომ სექსუალური კონტაქტი და ემოციები წინასწარ გადაეწყვიტა რაღაცა თავდაცვის მექანიზმებით, რომ გაემიჯნა ერთმანეთისგან. რაღაც ერთდროულად მიმდინარეობდა ეს, ხო, ბავშვურად თუ პრიმიტიულად თუ რაც გინდათ დავარქვათ. თავისთავადი იყო ეს და ეხლა გამიჯნეს და დღევანდელი ტაბუ ასე ჟღერს, არ გიყვარდეს, რაც გინდა ისქენი, ოღონდ არ გიყვარდეს. სამწუხარო რეალობაა, იმიტომ რომ კი ფრუსტრაციისგან გიცავს დაცვის მექანიზმი ესე დროს, იმიტომაც ქვია დაცვის მექანიზმი. მეორე მხრივ გიცავს კმაყოფილებისგან, იმიტომ რომ თუ არ გიყვარს და თუ არ გაქვს ემოციური კავშირი ადამიანთან და გაქვს მხოლოდ ფიზიოლოგიური კავშირი, ეს რეალურად სექსი არც კია. იმიტომ რომ ნამდვილი სექსი და ნამდვილი კონტაქტი ხასიათდება, რომ ადამიანი ყველა თავისი შრით უკავშირდება მეორე ადამიანს და არა მხოლოდ ერთი რაიმეთი. ის იგივე არის, რომ შეადაროთ, რომ მარტო ილაპარაკონ ადამიანებმა, ვისაც აქვს სექსუალური მიზიდულობა და სექსი არ ქონდეთ საერთოდ. აი ლაპარაკობენ, სულიერი კავშირი აქვთ, ემოციური კავშირი აქვთ, მაგრამ სექსი არ აქვთ, ხო? ზუსტად ასეთივე, ასე ვთქვათ, ჰენდიკეპ ქართულად როგორ არის? არასრულფასოვანი არ მინდა რომ ვთქვა, არამთლიანია ზუსტად ასევე ის სექსუალური კავშირი, რომელსაც აქვს მხოლოდ ფიზიკური შრე. ამიტომაც ის არც არის სექსუალური კავშირი, ისევე როგორც ვერ იქნება სექსუალური კავშირი მხოლოდ საუბარი და ემოციური გაცვლა. ხო, ეს მთლიანობა ჭირდება ამას და ამ მთლიანობაში რა თქმა უნდა შედის ემოციაც, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, დღეს ცნობილია, რომ ტაბუირებულია. ეს რაც შეეხება ტაბუს და აკრძალვებს და თავდაცვის მექანიზმს, რომელიც ამ სფეროში საკმაოდ ხშირია. ეხლა რა ფენომენი აღვიქვი იან კერნერის საუბარში, როცა მან თქვა ეს სტატისტიკა. სტატისტიკა რა თქმა უნდა ეფუძნება იმას, რომ უმრავლესობა ასე არის, აქ ერთ კვირაზე არ არის აქცენტი, ფენომენი აქ არის სხვა. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ მან თქვა, რომ ამ ერთი კვირის თავზე რო სექსი ექნებათ, როგორი სექსი იქნება, ამას განაპირობებს ის დანარჩენი 6 დღე. და არა კონკრეტულად სექსამდე 15 წუთით ადრე დაწყებული ურთიერთობა. ანუ ის დანარჩენი 6 დღე არ ნიშნავს, თუ ადამიანებს უშუალოდ სექსი არ ექნებათ, რომ მათ არ აქვთ წინა მოსამზადებელი, ასე ვთქვათ, პრელუდიური ურთიერთობა სექსამდე. ის დანარჩენი 6 დღე პირობითად არის აღებული აქ. აი ამ 6 დღის მანძილზე როგორ ურთიერთობენ, ეს განაპირობებს მე-7 დღეს რა იქნება და არა მე-7 დღეს სექსუალურ კავშირამდე რაღაც 5 წუთით ადრე გაღიმება. ეს არ არის საკმარისი. ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე არის სექსუალური არსება. ის არ არის სექსუალური არსება მხოლოდ კონკრეტულად სექსის დროს, ხო? ეს სექსუალობის გამოვლენა და სექსუალური ენერგიის მით უმეტეს წყვილთან, პარტნიორთან, შეყვარებულთან, რა ვიცი, რაც გნებათ დაარქვით, ისე სხვათა შორის სიყვარულის ტაბუ იქაც ჩანს, რომ ჩვენ დღეს პარტნიორს ვეძახით ადამიანს, შეყვარებულს აღარ ვეძახით, ნახე. იმიტომ რომ ტაბუირებულია ეს, რომ არ გიყვარდეს. პარტნიორია რა, რაღაცა ის არის, საქმიანი მოლაპარაკება. ხო, ფრუსტრაცია რა თქმა უნდა დაცვის მექანიზმი თითქოს მაგას ემსახურება, მაგრამ სწორედ რომ ყველაზე დაცული ადამიანები დადიან ყველაზე ფრუსტრირებულები ხოლმე. იმიტომ რომ ტკივილის და უარყოფის გადახარშვა ჩვენთვის შეუძლია, მაგრამ გამუდმებული შიმშილის, ემოციური ნაკლებობის და აი ამ დაკეტვის და რაღაც როგორ გითხრათ ციხეში გამომწყდებისა არა, იმიტომ ამისთვის არ შექმნილი.
არ არის საჭირო სიყვარული. მთავარია მაგ პროცესში საერთოდ რაღაც უნდადეს ორიოს. რა თქმა უნდა, ეხლა აუცილებლობა კი არ არის, რომ სიყვარული იყოს. მე უბრალოდ ვამბობ, რომ თუ თავიდანვე ადამიანი განწყობილია უზნაძისეულად, რომ სიყვარული არ არის საჭირო და არ უნდა უყვარდეს, ამ განწყობაში თუა გაჭედილი, ხო? ესეც, როგორ გითხრა, არ არის თავისუფლება აქ და თავისუფლება სადაც არ არის, ბუნებრივია. იქ ვერ იქნება კმაყოფილების მომტანი სექსუალური კავშირი. ეხლა რა, ეს ერთი მნიშვნელოვანი რაღაც რაც თქვა იანმა, რომ ის 6 დღეც განსაზღვრავს, მე 7 დღეს როგორი სექსი იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანებს გონიათ ხოლმე, განსაკუთრებით მე რო ქალი ვარ, ალბათ შემიმჩნევია კაცებისგან ეს, რომ სექსამდე რაღაცა 2 წუთით ადრე ან თუნდაც რა ვიცი იმ დღეს ყვავილის მოტანა და ასე შემდეგ გადაფარავს მთელი იმ დანარჩენ პერიოდს, როდესაც იყო ემოციური, ასე ვთქვათ, მიუწვდომლობა, უყურადღებობა, კონტაქტიდან გასვლა, ასექსუალური ქცევა და ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც მამაკაცში მიმზიდველი არ არის. ამას 5-წუთიანი პრელუდია ბჭყალებში ვერ გადაფარავს, რა თქმა უნდა. ხო, და იმისათვის, რომ კაცმა თავი დაკმაყოფილებულად იგრძნოს სექსუალურად, მას ალბათ ჭირდება, რომ ქალს ის ძალიან უნდოდეს. ეს არის ერთ-ერთი, როგორ გითხრა, კმაყოფილების მომტანი. მარტო ის არა, რომ მას უნდოდეს. ის როდესაც გრძნობს, რომ ქალსაც უნდა, აი აქ დგება მისთვისვე, მისი გადასახედით რომ ვილაპარაკო, სიამოვნების პიკი, ხო? ეხლა მე რა ფენომენი აღვიქვი კიდე, აი თავარი რისი თქმაც მინდა, რომ არ გამეფანტოს აზრი არის, რომ ადრე მე მყავდა ერთი ძალიან საინტერესო მოძღვარი, რომელმაც უამრავი რამ მასწავლა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა. და მახსოვს, რომ თქვა ასეთი რამ, ეხლა საერთოდ ეკლესიაში რომ დადის ხალხი და მღვდლები, მოძღვრები, ეპისკოპოსები, ესენი ყველანი ამბობენ, რომ ხშირად უნდა იარო, ყოველ შაბათს უნდა იარო, ყოველ შაბათ-კვირას, 4 შაბათს და პარასკევსაც ტარდება ლოცვები და 4 შაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა უნდა იარო. არის ეკლესიები, სადაც 2 შაბათს, 4 შაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას ტარდება და თუ ივლით თლად გადასარევი და საერთოდ მე მონასტერში თუ წაყვალ და 24/7-ზე თუ ამ პარაკლისებს, ლოცვებს, წირვებს, ამ ყველაფერს აღავლენ, თლად გადასარევი. ხო, მეთანხმებით, რომ ყველა მღვდლის ნარატივი მიდის აქეთ. მღვდელი არ არსებობს, ვისაც რაიმე უთქვამს სხვანაირად, ხო? შეიძლება არ გაძალებდეს და წილს არ გაჭერდეს, მაგრამ ასე ვთქვათ, ძალიან დახვეწილი მღვდელიც კი გამუდმებით ხაზს უსვავს, რომ კარგია, რომ კვირაში ერთხელ წირვა არ უნდა გააცდინო. წირვის გაცდენა ეს არის ის რაღაცა ცოდვა და ასე შემდეგ. და აი ამ ჩემმა სულიერმა მასწავლებელმა იცი რა თქვა? რომ არ უნდა გააუბრალო ეკლესიაში სიარული, ხშირი სიარულით. შენ როდესაც ხშირად აკეთებ რაღაცას, ის რაღაცა კარგავს გემოს და თუ მით უმეტეს არის რაღაც ისეთი, რაც შენ გიყვარს, რაც შენთვის ძვირფასია და მნიშვნელოვანია, ალბათ ღირს რომ მას მოუფრთხილდე და ზუსტად იქ არ გააკეთო ეს, რომ გააუბრალოვო. გააუფერულო შენი განცდები და გამოცდილება იმით, რომ რაღაცა საღეჭირეზინივით ღეჭო ერთი და იგივე. საღეჭრეზის ხო თავიდან გვსიამოვნებს, მე გემოგასდის და მაინც ღეჭავთ ხოლმე, რაც მე დამიღეჭია და რაღაც მომენტში ძალიან მოსაბეზრებელი ხდება და ერთი სული გაქვს, რომ აი გამოიღო, გადააგდო რა, ეს განმიცდია. და ალბათ განგიცდიათ ეს საყვარელი საჭმლის ჭამის დროს, როდესაც ძალიან გიყვარს რაღაცა და შეჭამე და მერე ყელში ამოვიდა და გული აგერიოს, ხო? არასოდეს მომწყინდება ნაყინის და ხილის ჭამა. კი ბატონო, შენ ესე გგონია, იმიტომ რომ არ გიჭამია იმ რაოდენობით, რაც მოგწყინდებოდა. მოწყენაზე არ არის, თან ეგ არ არის ეგ სიტყვა, რასაც მე ახლა ვამბობ. აღქმა იბლარება. ნახე, აღქმას მკაფიოება აქვს მაშინ, როდესაც რაღაცა არის ჯერ აი ნახე, კონტაქტი როგორ არის, ხო? ვიგრძენი რომ მომშივდა, მე გაფაციცებით გავიხედ, გამოვიხედე, დავინახე წითელი ვაშლი, ჩავკბიჩე, დავღეჭე, გადავყლაპე, მოვინელე, მივიღე ვიტამინები და როგორ გითხრათ, აღდგა ჩემში ბალანსი, ხო? აღარ მშია და თუ ესეა, ამ მომენტში მე როგორ გითხრათ, წითელ ვაშლებს ესე აქტიურად გაფაციცებით არ ვეძებ. უბრალოდ მე დავკმაყოფილდი და რომ დავკმაყოფილდი, ეხლა შეიძლება არის კიდე წითელი ვაშლები, მაგრამ ის ანდამატივით მიზიდულობა და ის
ენერგეტიკა ამ წუთში არა აქვს. იმიტომ რომ მე კმაყოფილი ვარ. ეხლა ცოტა ხანი რომ გაივლის და ჩემი ორგანიზმი რომ ასე ვთქვათ მოინელებს ამ ვაშლს, კიდაც მარწყვის გიორგი და რამდენიც კიდე იყოს რომ მოინელებს უკვე და ისევ რომ მომშივდება, მე ისევ გავაფაციცებ თვალებს და ისევ ხედავ ვაშლს. ანუ კონტაქტის ციკლს ახასიათებს, რომ კონტაქტი იწყება, ვითარდება და სრულდება და შუაში არის პაუზა. ნებისმიერ ვარიანტში თუ ადამიანი რომელიღაცა ამ ეტაპზე გაჩერდება, კონტაქტი არ არის დამაკმაყოფილებელი და შემავსებელი და საერთოდაც არ არის კონტაქტი. რომ კონტაქტს ჩვენ ვეძახით იმას, რასაც აი ამ წრეზე დადის და მოაქვს კმაყოფილება ან ფრუსტრაცია კი ბატონო, ეგეც გამოცდილებაა. მეორე მხრივ თუ მაგალითად ვერ ვიგრძენი რომ მინდა რამე, ან ვიგრძენი და არ ვაღიარე, ან ვიგრძენი ვაღიარე, მაგრამ გავჩერდი ამიტომ და იმიტომ, ან როგორ გითხრა ვიგრძენი ვაღიარე და მოქმედებაზეც გადავედი და მერე ჩავიშხამე მოქმედების მერე და დავიწყე რომ ეს რა ვქენი, როგორ ვქენი, რატო ვქენი, თავი გავიმათრახე ამის გამო, ან ვიგრძენი დავიწყე მოქმედება, შევედი კონტაქტში და არ ვასრულებ კონტაქტს. ტრიალებ ამ კონტაქტში. კონტაქტში აღარ ვარ. ნახე, კონტაქტს ახასიათებს, როგორც უკვე ვთქვი, დაწყება, განვითარება, დასრულება, დასვენება. და აი ამ დასვენების დროს დგება ისევ შიმშილი, რა დროსაც ისევ დაიწყება კონტაქტი და თუ მე დავიწყე, განვავითარე და დასრულების მაგივრად ვღეჭავ და ვტრიალებ ერთ ადგილზე და წყვილებს ეს ძალიან ხშირად მოსდით, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს მაღალი მიზიდულობა, ხო? ამიტომ დასაწყისში წყვილები ერთმანეთს რო იპოვიან ხოლმე, შეიძლება ერთი თვის საერთოდ არ გამოვიდნენ ოთახიდან თუ სადაც აქვთ სექსუალური კავშირი და ეს კულტურაშიც წახალისებულია. აი რა მაგარია და ჰაი, როგორ უყვართ ერთმანეთი და უყვართ კი არა, ისინი ამ მომენტში გაუცნობიერებლად რაღაცა დაცვის მექანიზმში ჩაეფლობიან, რომელიც სასიამოვნოა თავიდან და მერე მოდის უსიამოვნება. თან დიდი უსიამოვნებები მოდის. Però ეს ჩაფლობის მერე ცვდება განცდები, ცვდება, უბრალოვდება აღქმა, განა იმიტომ რომ ვინმეს ვინმე მობეს და ან მოწყინდა. არა, ჩვენ ბიოლოგიური არსებები ვართ. ჩვენ გვაქვს უზნაძეს ქონდა არაჩვეულებრივად ეს გაზომილი ხელზე წონას ადებდა ადამიანს და უმატებდა რაღაც მილიგრამებს და რა ზღურბლი აქვს ადამიანს რომ მიხვდეს რომ რაღაცა უფრო მძიმეა ვიდრე თავიდან რაც ეჭირა. ან თვალდახუჭულ ადამიანს ხელში უჭირავს ქვა, წარმოიდგინეთ და ზედ მილიგრამობით ამატებენ წონას და თავიდან ვერ ხვდება რომ რამე დაამატეს, გონია რომ იგივე წონა უჭირავს. და რაღაცა ზღურბლი აქვს, როდესაც ხვდება რომ უიმე, ეხა უფრო დამძიმდა. ნახე ზღურბლი. აი ეს ზღურბლი აქვს ყველაფერს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ბიოლოგიური არსებები და ჩვენი ტვინი ინდივიდუალურად. ეს ერთი კვირა ზღურბლია, ოღონდ პროცენტულად არის დათვლილი. რაღაცა რაოდენობის ხალხისთვის არის ზღურბლი. და იქ თან ყველანაირი ასაკობრივი ჯგუფი იღებდა კვლევაში მონაწილეობას და ამიტომაც გადანაწილდა პროცენტობა გატყდა, ხო? რაღაც ასაკში უფრო მეტია ლიბიდო, რაღაც ასაკში ნაკლებია და ეს ყველაფერი შეჯამდა, ესე გადანაწილდა. თუნდაც პირობითად 3 დღეში ერთხელ, ან 4 დღეში ერთხელ იყოს, ან დღეში ერთხელ, არ ვიცი, ადამიანებს გააჩნია, ხო, ვინ არიან და მათი ფსიქოლოგიური მოწყობა როგორია. მაგრამ აღსანიშნავი არის, რომ დასრულება უნდა მოხდეს ამის და დასვენება ამისგან, იმისათვის, რომ ჩვენ ზღურბლი არ გავაუფერულოთ. ზღურბლის შეგრძნება არ დავკარგოთ, იმიტომ რომ გამუდმებით ერთი და იგივე რო ტრიალებს, როგორც უკვე ვთქვი, ხო? გემოეკარგება ამას და აი იმ სულიერმა ჩემმა მასწავლებელმა თქვა ძალიან დიდი სიბრძნე, რომ ყოველდღე რო ეკლესიაში დადიხარო, შენ ვეღარ შეიგრძნობ, რომ აქ რაღაცა მისტიკური სივრცე ან ღვთაებრივი კავშირი გაქვს ღმერთთან, აქ რომ მოდიხარ, ან ლოცვის სურვილი, ან აი როგორ არის რომ დააკვირდეთ, ხო? სოფლებში ხო არის წმინდა გიორგის სალოცავები ხოლმე და წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოილოცავენ ამას. ეს მთელი ის არის, ხო? შემთხვევით არ არის ეს. რატო არის? ყოველდღე რომ დადიხარ, ის რასაც ყოველდღე ეხები და შენთვის ერთი და იგივდება და უფერულდება და ნაცრისფერდება, შენ იმას განა მოგწყინდა და განა ის აღმოაჩინე, რომ თურმე შენთვის კარგი არ არის და თურმე არ მოგწონს. ეს არ აღმოგიჩენია, შენ უბრალოდ მას ვეღარ ხედავ. აი მე ეხლა გთავაზობთ ამ წამს ჩაატაროთ ცდა. დადექით ეხლა რაიმე ნივთი აიღეთ ესე და დააშტერდით ამ ნივთს, ისე რომ თვალები არ გაწიოთ საერთოდ და უყურეთ. და თქვენ ნახავთ რომ მაქსიმუმ 2 წუთის მერე გაიბლარება ნივთი. ფიზიკურად ვეღარ დაინახავთ რა. ეს მე ბევრჯერ გამიკეთებია.
აი ფიზიკურად სარკეში რო ჩაიხედო 2-3 წუთი და შენ საკუთარ თავს უყურო დაშტერებით, ხო? 2-3 წუთის მერე იბლარება და შენ საკუთარ თავს ვერ ხედავ. ეს რა მოვლენაა? ეს ის მოვლენაა, რომ აი ეს ციკლი თუ არ მიედინება, დაწყება, გაგრძელება, დასრულება, დასვენება, დაწყება, გაგრძელება, დასრულება, დასვენება. აი ესე თუ არ არის და თუ ვაგრძელებ, აი ამას რო ვაკეთებ, მე უბრალოდ იმ ადამიანს ვეღარ ვხედავ. და მე ადამიანები იტყვიან ხოლმე რომ მომწყინდა რა ყოველდღე ვიჩინა მოგბეზდება და ესა და მართალია, ოღონდ მომწყინდა და მომბეზრდა ის არ არის რომ ის ადამიანი არ არის ლამაზი და მიმზიდველი და ასე შემდეგ. ეს ის არის რომ იმდენად ხშირი იყო მასთან შეხება, რომ მას ვეღარ ხედავ. გაბლარულია იმ ადამიანის აღქმა და თუ ეხლა პირობითად ადამიანს ვერ ხედავ, როგორ შეიძლება ის ან მოგეწონოს, ან მიგიზიდოს იმან, ან მასთან სექსუალური სურვილები აღგეძრას, ხო? მე აი აღარ მიკითხავს ეს იანისთვის, იმიტომ რაღაც ტექნიკური ხარვეზი მქონდა და მხოლოდ თარგმნას ვახერხებდი, კითხვის დასმა ვერ შევძელი. და აღარ მიკითხავს, რომ ამას გულისხმობდა თუ არა და რომც არ ეგულისხმა ეს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ფენომენი, რომელიც კაი ხანია იმ მასწავლებლის გარდა არავისგან მსმენია, რომ ის რაც გიყვარს და ის რაც შენთვის ძვირფასია, არ უნდა გააუბრალოვო ხშირი სტიმულაციით. ეს ეხება ყველაფერს. ეხლა ეს არის ერთი ნაწილი, რომ არ გააუბრალოვო იმით, რომ ძალიან ხშირად ეხები. და არის მეორე ნაწილი, სადაც ადამიანებს სხვადასხვა ტრაუმული გამოცდილებით თუ ასე შემდეგ აქვთ სხვანაირი დაცვის მექანიზმი. ხა მე აღწერე დაცვის მექანიზმი, სადაც ისინი აი შეერთდებიან და ერთი თვე აღარ გამოდიან ოთახიდან, ან 2 თვე, ან 1 წელი და ასე შემდეგ, სანამ იმ ზღურბლს არ მიაღწევენ, რომ ერთმანეთს ვეღარ ხედავენ. და მაგ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ დანახვა არ უნდათ უკვე ერთმანეთის, ისე მობეზდათ რა. იმიტომ რომ რეალურად მობეზრება არის, რომ ვერ ვხედავ. მომბეზდა, მომწყინდა, რაღაც წელში ამოვიდა და ეს არის რომ მე იმ ადამიანს უბრალოდ ვეღარ ვხედავ, იმიტომ რომ გავაუბრალოვე მასთან შეხება. რატო არის დასაწყისში ადამიანებს ერთმანეთის ესმით? იმიტომ რომ ხედავენ. ნახე, რაღაცა ბრბო არის, ხო? ქუჩაში მივდივარ და ისინიც არის ვიზუალური მასალები ამაზე, რომ აი ვიღაცას რო დაინახავს კაფიოთ და დანარჩენები გაბლარულებია. და იმ კაფიოთ ვისაც ხედავს, ის არის მისი მეწყვილე, ხო? და დაინახა და თავიდან ძალიან დიდი სიამოვნება მოდის ამისგან, იმიტომ რომ მე ხედავ და წყვილებსაც დასაწყისში რო იწყებენ ურთიერთობას ერთმანეთის ესმით. როგორ გითხრა, კარგად გრძნობენ ერთმანეთს, ახლიდან რო იწყებენ ურთიერთობას მზად არიან რომ ერთმანეთს მოусმინო კიდეს დაინახონ და თავის თავადია ეს. ძალდატანება არ არის საჭირო. მაგრამ ახალი ურთიერთობა ადვილია ამით, იმიტომ რომ დავინახე ის ადამიანი და ურთიერთობაც ეგრე დავიწყე. და მე თუ ამას ინტუიციით ესე მიუშვებ, როგორც თავის თავად პროცესს, რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება ურთიერთობა, მით უფრო ხელოვანებაა საჭირო, რომ მე გავაგრძელო ამ ადამიანის დანახვა. მომბეზდა და გავიცანი და არაფერი ამაში დაფარული არ არის, წარმოიდგინეთ რამხელა ილუზიაა ეს. როგორ შეიძლება ადამიანი ეგრე გაიცნო, რომ გონია რომ მოხარშულს იცნობ. ეგ არის შეუძლებელი. უბრალოდ ვეღარ ვხედავ და ნუ რაღაცა ჩემ წარმოსახვას ვხედავ იქ, რომელსაც ერთი და იგივეა რა. და რა თქმა უნდა არ იქნება საინტერესო. ნუ ეს არის პირველი გავრცელებული ტიპის დაცვის მექანიზმი ურთიერთობებში, სადაც შეერწყმებიან ადამიანები ერთმანეთს და ამ შერწყმულ მდგომარეობაში დარჩებიან და მერე მოდის განზიდვა. ძალიან დიდი განზიდვა. არაბუნებრივი და არაჯანსაღი. და ეს ანგრევს და აფუჭებს ურთიერთობებს, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, შეხება გაუბრალოვდა, აღქმა გაიბლარა, დაიბინდა, ესე ვიტყვი ქართული სიტყვით. და ამიტომაც კონტაქტი აღარ არის. იმიტომ რომ საერთოდ მიმზიდველი სექსუალური აღგზნები, ვნებიანი არის კონტაქტი. სხვა არაფერი. უკონტაქტობა, დაცვის მექანიზმი, ჩახსნა კონტაქტიდან, ასე შეკავება, ისე შეკავება, ამის გაკეთება, იმის გაკეთება კიდევ არის განმზიდველი კონტაქტიდან. ეს არ იზიდავს ადამიანს. ნიღბების ტარება, ხელოვნურობა, ესეთი რაღაცეები, დასაწყისში შეიძლება რაღაც როგორ გითხრა, მაინც დაგინახოს, აი ამ ნიღბების მიღმა. ადამიანმა, იმიტომ როგორც უკვე ვთქვი, თავიდან მკაფიოა მზერა. მაგრამ მე ურთიერთობაში უკვე რაც მეტია დაცვის მექანიზმი, მით მეტია ვერ დანახვა. და ვერ დანახვა თუ არის, უკვე მიზიდულობა აღარ არის. ეს არის პირველი გავრცელებული. მეორე ცოტა ნაკლებ გავრცელებული პრობლემა არის, რომ სხვადასხვა არ ვიცი ტრაუმული გამოცდილებებიდან გამომდინარე, ადამიანი გაურბის იმას, რაც მისთვის ძვირფასია და ერიდება.
და ამ შემთხვევაში ის კი არა რომ ყოველდღე იარა ეკლესიაში და ამით გააუბრალოვა. ამ შემთხვევაში არის 10 წელია არ ყოფილა. 10 წელია მოწონს ვიღაცა და არ უთქვია. 10 წელია ვერ ეკარება იმას, ვინც უყვარს, არ ვიცი. ეს ახლა ვაზვიადებ. მაგრამ მაგ შემთხვევაში კიდე ის მიკრომოდელია, რომ კვირაში ერთხელ კი არა, ერთი თვე გავიდა, ერთი წელი გავიდა და სექსი არ დამდგარა, ხო, ამათ შორის. და თან ურთიერთობა ქვია მაინც, რა თქმა უნდა, შეთანხმებულები არიან და ურთიერთობაში არიან, მე არ ვაკნინებ. უბრალოდ ამ შემთხვევაში მეორე ტიპის დაცვის მექანიზმია. ანუ კონტაქტი საერთოდ არც დავიწყე. ის კი არა რომ დავიწყე, განვავითარე და უკან ვერ გამოვდივარ და რაღაცნაირად ჩატრიალებული ვარ იქ და ვიცვითავ ჩემს რეცეპტორებს, უხეშად რო აღწერო და რო ვცვეთ ამ ჩემს რეცეპტორს, ვეღარ ვგრძნობ, მე ხელს რომ არ და ვერ ვგრძნობ. აი აქ მივდივარ და იქ არის რომ არც დამიწყია კონტაქტი. კონტაქტი იმდენად საშიშად მესახება, რომ იქ ესეთი დაცვის მექანიზმია, რომ რისკია ეს კონტაქტი, სახიფათოა. არ ვიცი 1000 რამეა, შეიძლება გამოცდილი მაქვს, რომ კონტაქტის მერე არ ვიცი, დამცინა ვიღაცამ წარსულში ან რაღაცა წამკბინა და მაგ დროს ხო გახსნილია ადამიანი და მომხვდა ეს და ამიტომ ვეღარ ვიწყებ, ნახე და თავიდანვე გამორიდებული ვარ და არ ვიწყებ. ეს შეიძლება იმ კონკრეტულ ცოლს ან ქმარს ან შეყვარებულს არც უკავშირდება. რაღაცა სხვა ძველი ამბავი ტრიალებს, ან საერთოდ ბავშვობის ტრაუმა ტრიალებს და აღარც მივდივარ იქ რა. გავიდა 2 კვირა, 1 თვე, 3 თვე გავიდა და აჰა, კი ბატონო, ნუ რაღაცა ერთი სექსი მაქვს, 3 თვის მერე ისევ გავიდა 2 კვირა, 3 თვე, 10 თვე, რა ვიცი. და ესეც ტანჯველია ურთიერთობაში და ესეც იწვევს ურთიერთობების დაშლას. ხო იყო აი სტატისტიკა მოიტანა პირდაპირ იან კერნერმა ამის ხო და რას ნიშნავს ახლა ეს რომ აქ კიდე მეორე უკიდურესობა არის. ანუ ერთი უკიდურესობა არის რომ ერთად არიან ადამიანები ისე იქამდე სანამ ერთმანეთს ვეღარ ხედავენ მაგ წერტილამდე მივლენ და მეორე უკიდურესობა არის რომ ადამიანები უბრალოდ არც იწყებენ არაფერს. დიდხანს არ იწყებენ და ერიდებიან და ორივე რა თქმა უნდა არის უკიდურესობა. ერთი არის გაუბრალოება ურთიერთობის და მეორე შეიძლება არის პირიქით ან ზემნიშნულოვანების მინიჭება და ან საერთოდ ჩახსნა ურთიერთობიდან და გაქცევა და ორივე შემთხვევაში რა თქმა უნდა წყვილი თუ ცნობიერად არ მოეკიდა ახლა ამ ყველაფერს მათი ურთიერთობა რისკის ქვეშ არის რომ გაფუჭდება. და ეხა ერთი რაღაც მინდა აქ თქვა, რაც ძალიან ფასეული თქვა იან კერნერმა და მინდა რომ თქვენთანაც გავაჟღერო და ჩემი პატარა ხედვა ამ თემაზეც თქვა, არის რომ ძალიან პოპულარიზებულია მედია საშუალებების მიერ სპონტანური სექსუალური ურთიერთობები. რომ აი მაგალითად არ თქარი არიან თუ შეყვარებულები თუ პარტნიორები თუ რაც გნებავთ დაარქვით და უცებ მოუნდათ სექსი და აქვთ სექსი. აი უცებ რა, out of nowhere. უცებ აი საიდანაც მოვიდა ეს იდეა და აქვთ სექსი. ანუ სპონტანურია. და ეს ითვლება რომ ეს არის ბუნებრივი, კარგი, წახალისებულია, ნახე. და მეორეს მხრივ თუ მათ დაგეგმეს რომ მოდი აი ხვალ შევხვდეთ ამ საათზე გავისეირნო, წავიდეთ, ფილმი ვნახოთ, მე ღამე არ ვიცი სახლში დავბრუნდეთ და სანთლების შუქზე ვივახშმოთ. რა თქმა უნდა აქ იგულისხმება რომ სექსი არის დაგეგმილი, ხო? ამ წყვილის შეხვედრის დროს. მაგრამ ეს არ არის ხოლმე წახალისებული, ნახე. რომანტიზირება გაკეთებულია მედია საშუალებების მიერ სპონტანურობის და არა დაგეგმილი თუ როგორ გითხრათ კრეატიული პროცესის. ანუ არსად არ არის წახალისებული კრეატივი, იმიტომ რომ კრეატივის დროს ადამიანი აქტიურ პოზაშია და აი ამ რაღაც სპონტანური ბჭყალებში ბუნებრივი ურთიერთობის დროს აი უცებ მოგვიფრინა და გვაქვს სექსი და ოღ რა მაგარია და კი მაგარია ეგეც, მაგრამ არც ის არის ნაკლებ მაგარი, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ შევქმნათ ეს გარემო. ჩვენ ვიყოთ კრეაციონისტები აქ და უბრალოდ კრეატიულები და ის კი არ იყოს რომ დაველოდოთ ესე ქარი როდის მოგვიფრენს თავში და როდის გვექნება ამის შთაგონება თავისით ესე ბუნებრივად ბჭყალებში, ხო? ამ სიტყვას თუ შემაზიზღებდნენ არ მეგონა, მაგრამ ფაქტია რომ უკვე აღარ ვარ კეთილგანწყობილი ამ სიტყვის მიმართ. ნუ იმ გაგებით, რასაც ადამიანები ეძახიან და მეორეა რომ ჩვენ აქტიურად გადავწყვიტეთ რომ აი რა ვიცი, აი რა გაუხარდება მაგალითად ჩემს მეწყვილეს, ხო? და მე ეს ჩავიფიქრე.
იმ წამს კი არ მომინდა რაღაც უცებ საიდანაც და ჩავიფიქრე და გამიზნულად და ეს მაგ სკრიპტი მაქვს მთელი რას გავაკეთებ რომ ჩემ მეწყვილეს გაუხარდეს და ეს სიამოვნოს გნებავთ თვითონ სექსის დროს გნებავთ სექსისთვის მომზადების საღამო თუ დღე თუ დილა თუ რაც გნებავთ ნებისმიერ რამეში შეიძლება რომ ადამიანი იყოს აქტიურ პოზაში და სკრიპტს ქმნიდეს წარმოსახვას ქმნიდეს ანუ თვითონ იყოს შემოქმედი და არა აი სპონტანურად უცებ რა ვიცი ძიძინება მოგვაწვა აგვეშალა და გავიქეცით გაესქვენით ისქვენით ესეც ძალიან ლამაზია განაუარყოფ მაგრამ ამაზე იმხელა აქცენტია დასმული რომ ლამის არის სისცხვილად ითვლება რომ ჩვენ მოვემზადოთ და ჩვენ ერთმანეთს ცნობიერად ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებით ვასიამოვნოთ და გადაწყვეტილებით შევქმნათ რაღაც ლამაზი და სასიამოვნო გარემო. ეს, როგორ გითხრათ, დაკნინებულია რაღაცნაირად, რომ აი ხელოვნურია, ამ სიტყვას იტყვიან ხოლმე და ამ დროს ხელოვნური კი არ არის, უბრალოდ ცნობიერია და რაღაცნაირი ის არის რა, რა თქმა უნდა, ცნობიერი სოციუმს არ აწყობს თუ არ ჭირდება არაფერში და ამიტომაც დაკნინებულია და როგორ გითხრა, აი სამარცხვინოთაც კი ითვლება თუ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ხე სიტყვებს კარგად ვერ პოულობ, მაგრამ რაღაცნაირად იძაბება ადამიანი, რომ აი მე თუ ეხა გაპრანჭვა მჭირდება და ისედაც თუ არ მოუნდი ეხა ჩემ შეყვარებულს, ესე იგი არ უნდივარ. ან ესა რა ქვია კაცის მხრიდან ესე რომ აი ხა მე თუ რაღაცა რომანტიკული სანთლები უნდა ავანთო იქა და რესტორანში უნდა წავიყვანო და ვასიამოვნო და ისე არ უნდივარ, მაშინ ესე იგი არ უნდივარ. არა მეგობრებო, ესე არ არის. შეგიძლიათ რომ შემოქმედები იყოთ. ხო იყო რაღაც გეიშების ინსტიტუტი, ხო, იმაში იაპონიაში და როგორ ფიქრობთ ახლა გეიშა ბუნებრივად იყო გეიშა? გეიშას დამუღამებული ქონდა იქ. როგორ უნდა ყოფილიყო გეიშა? ასწავლიდნენ ამას წლების მანძილზე, ხო? ასწავლიდნენ, არ ვიცი, პოეზიას, მუსიკას, ფილოსოფიას, რომ მამაკაცთან დიალოგის დროს შეძლებოდა, რომ ფილოსოფიური აზროვნება გამოემშხავნებინა და ასე შემდეგ და იქ ის მამაკაცებიც, ვინც ამათთან დადიოდნენ, ახლა მე ვიცი, რომ კარგად ვერ ვერკვევი ამ ისტორიაში, მაგრამ მაღალი რანგის, ძალიან მაღალი რანგის მებრძოლები და ისინიც დადიოდნენ გეიშებთან და იმათ კიდე თავისი ამბები ჰქონდათ, რომ გეიშას მოწონებოდა. აქ იძულებაზე კი არ იყო და პროსტიტუცია კი არ იყო გეიშას ცხოვრება, არანაირად. ზოგ გეიშას ერთადერთი კაცი ყავდა ხოლმე. ესეც იყო იმპერატორებსაც ყავდათ თუ არ ვცდები თითო არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ესეთიც იყო რომ ერთი კაცი ყავს გეიშას და ეხლა რა იმ კაცსაც მთელი ამბები ჰქონდა გასაკეთებელი ასე ვთქვათ პრანჭვა რომ გეიშას მოსწონებოდა ის იყო ეს ბრძოლა თუ ვაჟკაცობის გამოვლენა თუ გინდაც აზროვნება ეს ფილოსოფიური აზროვნების ქონა და რაღაცა ქარიზმა ბნებიანობა და ასე შემდეგ ანუ საერთოდ ბუნება ესეა მოწყობილი რომ ყველა არსება გამრავლების წინ იპრანჭება და ამაში ხელოვნური არაფერი არ არის. მხოლოდ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ეს არის ხელოვნური და ამით უარყოს რაღაცნაირად ეს სურვილები, რომ და დაიკნინოს თავი, რომ აი ბუნებრივად არ უნდივარ და ეხა პომადა რატო წავისო, ან ბუნებრივად თუ არ უნდივარ, რატო ვივარჯიშო. ანუ ისედაც ღიპიანი უნდა უნდოდე რა პრობლემაა და არ არის ეს. ბუნება არ არის ასე მოწყობილი და ჩვენ ჯობია რომ რეალისტები ვიყოთ და თანაც შემოქმედებაზე უფრო საინტერესო პროცესი რა შეიძლება რომ იყოს. მე მესმის რომ ხანდახან სპონტანური, არ ვიცი, თავის თავადი ურთიერთობა მაგარია ძალიან, ძალიან მაგარია. უბრალოდ უფრო მეტად არის რომანტიზირებული და უფრო მეტი აქცენტი აქვს დასმული, ვიდრე ეკუთვნის და დაკნინებული და განდევნილია ადამიანის შემოქმედებითი უნარი, რომ ერთმანეთს ვასიამოვნოთ და არ ვიცი, ესეც ამაზეც ისაუბრა იან კერნერმა, რომ არაფერი ცუდი იმაში არ არის, რომ რიტუალივით კონდეს წყვილს, რომ აი კვირის მანძილზე რა ვიცი, ხვდებით, შეიძლება სპონტანურად გვაქვს სექსუალური ურთიერთობა, არ ვიცი, სად, აქ, იქ, რა ვიცი, ძალიან ბევრი ადგილია სპონტანურად, სადაც შეიძლება ამის სურვილი გაჩნდეს, მაგრამ აი რა არის ცუდი იმაში, რომ ვიცოდეთ, რომ აი ქვეყანაც რო დაიქცეს პირობითად, პარასკევის საღამო ჩვენია. და ეს პარასკევის საღამო არის, არ ვიცი, წინასწარ შეთანხმებული, სად იქნება, რომელ საათზე იქნება, რამდენი ხანი იქნება, სანთლები იქნება თუ არ ვიცი, ის იქნება, რა ქვია, იტალიური
სამზარეულო გვიყვარს თუ შეიძლება მთაში გვიყვარს სადღაცა ტყე ხეტიალი და იქ რაღაცა ურთიერთობები არ ვიცი ხო მაგრამ აი ხო შეიძლება ესეც რომ კვირაში ერთხელ თუ ორჯერ გნებავთ ან რამდენიც გინდა იყოს რაღაცა ჭყალებში რიტუალს ვეძახი ფსიქოლოგიური გაგებით და არა რელიგიური გაგებით რომ ჩვენ ვიცით რომ აი კი სპონტანური ურთიერთობაც გვექნება მაგრამ გვაქვს რაღაცა ესეთიც მოფიქრებული სადაც ყოველთვის შევხვდებით ერთმანეთს ნუ მართლა რაღაცა განსაკუთრებული ის თუ არ მოხდა ხო ყელის შემშლელი და აქ დაგეგმილია ეს კი და რა არის ამაში ცუდი მიხდი და ეს ცუდი კი არ არის პირიქით ეს არის ცნობიერი გადაწყვეტილება ცნობიერი შეთანხმება და ცნობიერი ქცევა რაც განაპირობებს ზუსტად იმას რომ ურთიერთობა იყოს ხელოვნება და არა რაღაცა ინტუიტიური თავისთავადი რაღაცა მდგომარეობა რომელიც კი იქიდან გამომდინარე ინსტინქტი მაღალია რაღაც დონეზე ქაჩავს ხოლმე ნუ რაღაცა ხდება ან შვილს მაინც გააჩენენ ხოლმე წვილი ან როგორ გითხრა ფასადურად მაინც ინარჩუნებენ ხოლმე ოჯახს ან კი არის რა თქმა უნდა თბილი ოჯახები და ასე შემდეგ ოღონდ იქ შესაძლოა უბრალოდ ოჯახმა მშობლიურმა ოჯახმა გადასცა კარგი მაგალითი ნახეთ ეხა მერეებიც ვილაპარაკე ეს სიტყვიერად ხო თქვი და თქვენ მოისმინეთ შეიძლება გაიზიარეთ შეიძლება არ გაიზიარეთ და ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში ნუ ვინც მისმენთ ყოველ შემთხვევაში დაფიქრდით ხო ამ საკითხზე და ეს ერთი მხარეა და მეორე არის როდესაც თუ გავიზარდე მე ასეთ ატმოსფეროში სადაც ესეთი ჯანსაღი მიდგომა იყო თავისთავად მაქვს ნასწავლი შეიძლება ამაზე არც მიფიქრია მაგრამ თავისთავად მუშაობს ჩემში ეს რომ არ ვიცი მაგალითად ჩემს მეუღლესთან არ მცხვენია რომ ვიყო გაბრანჭული პირობითად იმიტომ რომ მინახავს რომ აი ჩემ ოჯახში ასე იყო ან ჩემ მეუღლეს არ მცხვენია ჩემთან რომ როგორ გითხრა დაგეგმოს რაღაცა კარგი საღამო და ამაში თავს დაკნინებულ კაცად არ გძნობს იმიტომ რომ მას მამამისი ნანახი აქვს როგორ ანებიურებდა დედამის პირობითად და ასე შემდეგ რა და ეს ისეა ჩასული შესაძლოა ამასაც ჭირდება გაცნობიერება ჯობს ყოველთვის იმიტომ რომ გაცნობიერება საყრდენია და იქ ცოტა უსაყრდენო მდგომარეობაა მაგრამ ეხლა ჩვენ რო შევხედოთ ჩვევა იმ ხელა რამეა რომც არ გაცნობიერდეს თუ ასეთი კეთილი ჩვევებით მოვდივართ ჩვენი მშობლიური ოჯახიდან ეს თავისთავად იმუშავებს რა თქმა უნდა მაგრამ ვინცაც თქვათ ესეთი ჩვევები აქვს იქ ცუდი ჩვევებიც ხო არის ამიტომ ყოველთვის ღირს ხოლმე რო ცნობიერება ჩაერთოს და დააკვირდეს რომ აი რა რიტუალი მაქვს რა ისა მაქვს კონტაქტი ჩემს მეწყვილესთან იმიტომ ყველაფერი რიტუალია სადღაცა რომ წავიდეთ ისიც რიტუალია რომ თქვათ არ შევხვდეთ ერთმანეთს კვირაში ერთხელ აი ესე დაგეგმილად და მაგ შემთხვევაში გამოვა რომ ჩვენ გვაქვს რიტუალი რომ ერთმანეთს ვერიდებით ნახე რამდენად ეხა ეს სასარგებლო იქნება ჩვენი ურთიერთობის სხვა ამბავია ან შეიძლება ჩვენ ერთმანეთს ვერიდებით და ყელში რო ამოგვასხავს რიტუალი გვაქვს გაუცნობიერებლად რომ ორ კვირაში ერთხელ ხოცავთ ერთმანეთს ისევ ჩხუბობთ ყვირილით რაღაც შეურაცხყოფის მიყენებით და ასე შემდეგ და ამის მერე ხშირად წვილები დაახლოებულად გრძნობენ ხოლმე თავს იცით რატო იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სისტემურად რა ხდება კონტენტი კი არა რომ ამაზე ვიჩხუბეთ თუ იმაზე ვიჩხუბეთ ადამიანებს გონიათ რომ მიზეზების გამო ჩხუბობენ რაღაცა კონტენტის გამო რომ აი ჩემი ქილა რომელშიც ყავა ეყარა აქ რო იდგა და შე რო იქ გადადგი ვერ ვიპოვე ვეძებდი აი რატო გადადგი იქ და ამაზე ჩხუბობენ და რეალურად ცოტა რომ გადავფრიკოთ რომ აი არაცნობიერად რა ხდება შესაძლოა აი ამდენი არიდების მერე სიახლოვე მოწყობდა ადამიანს და ის ახლა ჩხუბში ინსტინქტურად გადავიდა იმიტომ რომ ეს ჩხუბის რიტუალი საერთოდ ადამიანებს აახლოვებს ემოციურად იქიდან გამომდინარე რომ ჩხუბის დროს გულგრილი ვეღარ იქნები შენ შეგიძლია გულგრილი იყო როცა შენი მეუღლე სახლში ბრუნდება გულგრილი იყო როცა აქ დაბადების დღე გულგრილი იყო როცა გეუბნება მიყვარხარ არ ვიცი გულგრილი იყო სექსის დროს სექსის შემდეგ სექს ან ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ადამიანმა გამოამშხავნოს რაღაც აპათია გულგრილობა ასე ყოფნა ისე ყოფნა მაგრამ შენ თუ მიხვალ და ადამიანს დაუყვირებ ხო ძალიან პათოლოგიურ შემთხვევაში იქაც შეიძლება რომ აპათია მიიღო პასუხად მაგრამ როგორც წესი აი ყვირილს თუ გააგრძელებ ჩხუბს თუ გააგრძელებ და თავდასხმაზე რომ გადახვალ იქიდანაც წამოვა ენერგია დაგიბრუნებს და შესაძლოა ზუსტად ეს არის რაც ადამიანებს უნდათ და იქიდან გამომდინარე რომ არ ცნობიერდება და ადამიანს რაღაცნაირად ეუხერხულება რომ ცნობიერად მიიღოს გადაწყვეტილებები და იმოქმედოს ხო ამიტომაც არაცნობიერად აი ესეთ რიტუალებს მიმართავენ ხოლმე ჩხუბის და მერე ძალიან ალბათ
რა ვიცი ვისაც ყოლიათ წყვილი გამოგიცდიათ ამ ჩხუბის მერე როგორი დაახლოება იცის ადამიანებმა პარადოქსალურად იმიტომ რომ თითქოს ხო ვიჩხუბეთ და ამ დროს სიახლოვე მოდის იმიტომ რომ განიმუხტა ის აპათია გადაილახა ის იგნორი და მოვიდა ემოციები კი ბრაზი კი ჩხუბი მაგრამ თბილია ეს აქ აღარ არის ის უარყოფა და ჩვენ ვიცით რომ ბავშვობაში ბევრად ტკივნეული გამოცდილებაა ბავშვისთვის ისეთი მშობლები ვინც მას უყურადღებოდ ექცევიან ვიდრე ისინი ვინც სჯიან ჩვენ ხო ვიცით რომ ცემა საშინელებაა ბავშვის მაგრამ კიდევ უფრო საშინელებაა როდესაც ბავშვი თავს უხილავად განიცდის იმდენად უარყოფილი და დაიგნორებულია და თან ბავშვში დიდი რესურსები არ არის ამისი რომ გააცნობიეროს პატარაა ჯერ და ამიტომაც შეიძლება აშავებს და აშავებს დაიგნორებული ბავშვები ძალიან ბევრს აშავებენ რომ დასჯა მაინც მიიღონ ზუსტად იმავე მექანიზმით ზუსტად რაც ეხა ქალზე და კაცზე აღწერი და ერთი რაღაც მინდოდა დღეს მეფიქრებოდა და მინდოდა მეთქვა თქვენთვის რომ აი ყველაფერს აქვს რაღაცა ზედაპირული შინაარსი რომელიც ადვილი შესამჩნევია რომ აი მაგალითად ყავა რომ მინდა ეს არის პირველი ზედაპირული შინაარსი ხო მინდა ყავა და ცოტა თუ ჩაყვები ქვევით შეიძლება მიხვდები რომ ეს ყავა არის რაღაც მედიტატიური მომენტი დღის რაღაცა ენერგიულად და სასიამოვნოდ დაწყება იქ სითბო აქვს იქ რაღაცა სურნელი აქვს რომელიც დახვეწილ გრძნობებს აღწრავს ნახე ანუ აქვს უფრო სიღრმისეული შინაარსი ყავას ვიდრე უბრალოდ აი ზედაპირი რო არის ყავა მინდა ასევე არის ყველაფერი და აი ბავშვებმა იციან ხოლმე რაღაცა სურვილების დაფიქსირება რომლებსაც მშობლები იქიდან გამომდინარე უფრო რაციონალურად ვაზროვნებთ და უკვე დიდები ვართ აღვიქვავთ ხოლმე სისულელეთ აი მაგალითად ბავშვს უნდა არ ვიცი ბუშტები სადაც ვიჩხუბე იქ მალევე დასრულდა ყველაფერი მესმის როგორც ჩანს მანამდე მოითმინე და მერე რო იჩხუბე მალევე დასრულდა და ჩვენ გვიკრძალავენ ჩხუბს ხოლმე და საერთოდაც ეგ რაც აღწერე ეგ ჩხუბის ამბავი მაგამდე რომ მივიდა წყვილი ერთხელ ორჯერ სამჯერ იმუშავებს და მერე ისეთ ჩხუბზე გადადის რომ კი ურთიერთობა ეწირება და მიზანი ის არ არის რომ იჩხუბოს წვილმა თუ ეს არის აქ აცდენა, რაც გამოიწვია ჩემმა ნათქვამმა, მიზანი არის რომ გაირკვეს რისი დანაკლისია სიღრმეში, აი როგორც ყავაზე ვლაპარაკობდი ახლა, მართლა ქილის გადადგმაზე ჩხუბობს ეს ხალხი თუ სიღრმეში რაღაც სხვა დანაკლისია, რომელიც ცადეს, რომ შეევსოთ ჩხუბით. რომ იმ დანაკლისს თუ ვიპოვით, შეგვიძლია ცნობიერად უპასუხოთ. კი, მოაქვს ამას უხერხულობის განცდა, რაღაცნაირი განცდა, რომ აი ბუნებრივად არ არის ესე და აბა ხელოვნურად ვქნათ, მაგრამ რეალურად ეს არის სოციუმისგან ჩაჭერილი წიხლი. რომ აი არასაკმარისად კარგები ხართ თუ ხელოვნურად აკეთებთ და ხელოვნური ხშირად ქვია ხოლმე ცნობიერს. ხო და არაფერი პრობლემა არ არის რომ მე ცნობიერად ვიჯდე ცხენზე და ვაჭენო სადაც მე მინდა და არა მიუყვეს აიც წამიყვანს თვითონ ცხენი. კი ჭკვიანია ცხენი და არ გადამჩეხავს, მაგრამ პრობლემა არ არის ჭენება ნაკლებ სასიამოვნო თუ მე მიმყავს ის. ჩვენ მაინც ერთად ვართ, ხო? და აი ეხა რას ვამბობდი, ნახე, ბავშვმა თქვათ მოითხოვა ფერადი ბუშტი, ხო? და ნუ ზედაპირზე ჩანს რომ მას უნდა ბუშტი. და მშობელმა შეიძლება უთხრას რომ რად გინდა ამდენი ბუშტი, რავი სახში იმდენი ბუშტი გვაქვს, მე რამდენი ბუშტი უნდა ვიყიდოთ, რად გვინდა, არ ვიცი ფული არ მაქვს, ის არ მაქვს, ეს არ მაქვს. მოითმინე. და ნუ კიდე რამე ესეთი იყოს რომ მაგალითად ეზოში უნდა ჩასვლა და ბავშვებთან თამაში და ამ დროს მშობელი ეუბნება რომ რა დროს თამაშია, ხვალ საკონტროლო წერა გაქვს, უნდა იმეცადინო, თორე ჩაიჭრები, აი ჩვენ მე და მამა შენი ვმუშაობთ და გარჩენთ რომ იქ სკოლის გადასახადებს ვიხდით და რა დროს ეხა თამაშია, შენ უნდა იმუშაო და ხვალ გამოცდა ჩააბარო. ნუ ალბათ კლასიკური ტექსტია, ხო? ამის გადავრცელება ძალიან ბევრ რაღაცაზე შეიძლება და ეხა რა ხდება აქ? ზედაპირზე არის ეს, რაც ეხლა აღწერე. და ქვევით ცოტა რომ ჩავხედოთ არის რომ ბავშვს უნდოდა რომ რაღაც ეს იყო რაც ბავშვს უნდოდა და ოკეი ზოგჯერ ბავშვმაც და დასრულმაც უმჯობესია ვისწავლოთ საკუთარი საჭიროებების ცოტა ხნით დაპაუზება, მთლიანად გადაგდება არა. მაგრამ აი კარგი ხო თუ საკონტროლო წერა, ალბათ უმჯობესია რომ დღეს ვიმეცადინო. მაგრამ თუ ამას აქვს ძალიან მასიური ხასიათი და აქვს ხოლმე
და აი ესე ელაპარაკებიან, ნახე, არ გინდა შენ ეს ბუშტი, კაცო, რა სისულელია, გეჩვენება, რომ ბუშტი გინდა, არ გინდა, არაფერში არ გჭირდება. შენ გინდა, არ ვიცი, ვარჯიში ან მეცადინეობა, შენ გინდა კამფეტია. პირობითად ვამბობ რა, რაღაცას შეუცვლიან ხოლმე გარედან რა, ეს კი არ გინდა, ის გინდა ეუბნებიან. და ამას თუ ძალიან ხშირი ხასიათი აქვს, ნახე რა ისწავლა ადამიანმა არაცნობიერად. ჩემი საჭიროებები და სურვილები მეორე ხარისხოვანია. მთავარია სხვისი საჭიროებები და სურვილები და ეს სხვა არის მშობელი ამ შემთხვევაში. მაგრამ მშობელს თუ გონია, რომ ეს მშობელზე დარჩება, ძალიან ცდება. მშობელზე არ დარჩება, ის გაიზრდება ადამიანად, რომლისთვისაც სხვები არიან პრიორიტეტები. და მისი საკუთარი საჭიროებები არის მეორე ხარისხოვანი და უარეს შემთხვევაში საერთოდ ვეღარ შეიგრძნობა. აი იმ შემთხვევაში თუ ეუბნებიან, რომ არ გინდა და სინამდვილეში ეს გინდა, ის გინდა, აი ამას მეორე პირში თუ გარედან ეუბნებიან, უკვე იმის განცდაც კი აღარ არის რა მინდა მართლა. და ეს არის ტანჯვის გზა. ამიტომაც ერთი შეხედვით ბუშტი როცა უნდა ბავშვს, დასაფიქრებელია, რომ ბუშტი უნდა თუ მას უნდა, რომ საკუთარ თავს ასიამოვნოს და ამაზე იბრძვის. და თუ ის ამაზე იბრძვის, ამ საზღვრის მორღვევა და გაფუჭება, რომ ის საკუთარ თავს აპრიორიტეტებს, ხო, არ ღირს. იმიტომ რომ თუ ჩვენ თითოეული ჩვენგანი ვიცხოვრებთ იმისთვის, რომ ჩვენი საკუთარი თავი იყოს პრიორიტეტი ამ ცხოვრებაში, ზრდისთვის, უკეთ ყოფნისთვის, ჯანმრთელად ყოფნისთვის და კარგად ყოფნისთვის, აი ზუსტად ამ დროს ვართ დამხმარე სხვებისთვისაც, იმითი რომ ვაძლევთ მაგალითს და ასევე იმითი რომ როცა ესე ვცხოვრობ, მაქვს ენერგია, მაქვს ძალა, მაქვს წინსვლის მუხტი, მაქვს როგორ გითხრა, კმაყოფილების განცდა ცხოვრების მიმართ, ანუ შემძლევარ ბევრი რამის გაკეთების. და როდესაც მე გამუდმებით ბავშვობიდან ნასწავლი პატერნის გამო ვიფრუსტრირებ თავს, უარს ვამბობ იმაზე, რაც მინდა და ასე შემდეგ, ჩემივე ფრუსტრაცია ასე ხურჯინივით მაქვს წამოკიდებული და არაფრის თავი აღარა მაქვს, არაფრის ენერგია აღარა მაქვს და ვერც ვერავის დავეხმარები. ასე რომ აი აქ დაგემშვიდობებით დღეს ძირითადი რასაც შევეხე არის, რომ ყველა კონტაქტი არის ციკლური, რომელსაც აქვს დასაწყისი, განვითარება, დასასრული და დასვენება. და ამ ციკლზე ყოფნას ყველას გისურვებთ და ვისაც გინდათ, რომ უფრო სისტემურად ისწავლოთ ეს ამბავი და საკუთარ თავზე პრაქტიკულად გამოსცადოთ. მე ფსიქოშემეცნებით კურსზე თეორიას არ ვასწავლი. თეორიას კი ვასწავლი, მაგრამ დასაწყისში საუბრობ თეორიაზე და ეგ თეორია ინტერნეტშიც იშოვება, უფრო უკეთესად ნასაუბრებიც ალბათ. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ვსაუბრობ, მაგრამ უკეთესადაც შეიძლება პოვნა. სამაგიეროდ მე 2 საათს ვუძღვნი ფსიქოშემეცნებით კურსზე აი იმ თეორიული მასალის პრაქტიკულ დამუშავებას და ეს კი არსად არ იშოვება და ამიტომ აღარ გადადოთ ეს ამბავი ცხოვრებაში. თუ გინდათ, რომ ხელოვნურად, ანუ ცნობიერად იცხოვროთ და არახელოვნურად იმ გაგებით, როცა ნიღბები გვიკეთია და გგონია, რომ ეს ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩაეწერეთ და აპრიორიტეტეთ თქვენი საკუთარი ცხოვრება და საჭიროება. აბა გელოდებით დამიკავშირეთ და ჩაგწერთ იანვრის ჯგუფში დარჩენილი არის ახლა ამ ეტაპზე 2 ადგილი. დროებით